1961 წელს პერუელმა მედიცინის პროფესორმა ხუან კაბრერამ ქალაქ იკის გარეუბანში მოხატული ქვები აღმოაჩინა. ქვებზე არა მარტო ცალკეული ნახატები, არამედ ნახატების მთელი სერიებია წარმოდგენილი ისე, როგორც თანამედროვე კომიქსებში. მაგრამ ამ ქვებზე კომიქსების გმირები კი არა, იმ ცივილიზაციის წარმომადგენლები არიან გამოსახულნი, რომლებიც პრეისტორიულ ეპოქაში დედამიწაზე ჩვენი ცივილიზაციის გამოჩენამდე ცხოვრობდნენ. ნაპოვნი არტიფაქტებით თუ ვიმსჯელებთ ინფორმაციას დინოზავრების შესახებ, ჯერ კიდევ უძველეს დროში ფლობდნენ ადამიანები, რომლებიც თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. და ეს ინფორმაცია მათ ქვებზე ნახატების სახით დაგვიტოვეს. არის ქვები, რომლებზეც მხოლოდ დინოზავრებია ამოტვიფრული და არის ნახატები, რომლებზეც დინოზავრი და ადამიანი ერთად არიან ასახულები. კოლექციის დიდი ნაწილი 1966-1970 წლებში, როგორც აღნიშნე პროფესიით ექიმმა პერუს ისტორიის მკვლევარმა ხავიერ კაბრერამ აღმოაჩინა. მანმა შეისწავლა არტიფაქტები და კვლევის საფუძველზე წიგნი, ინკების გრავირებული ქვების გზავნილი გამოაქვეყნა. წარმოუდგენელია მტკიცებულება, რომ ადამიანები დედამიწაზე სულ მცირე 405 მილიონი წელია რაც ცხოვრობენ და რომ კაცობრიობა პლანეტაზე უცხო პლანეტიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა შექმნეს. მაღალ ინტელექტუალურ ჰომინიდებში კოგნიტური ანუ შემეცნებითი კოდების ტრანსპლანტაციის გზით კოსმოსიდან მოსულებმა ახალი ადამიანები შექმნეს დედამიწაზე. აქვე შემიძლია მოვიშველიო ძველი შუმერული ჩანაწერებიც, რის მიხედვით ანუნაკები დედამიწაზე პლანეტა ნიბირუდან ჩამოვიდნენ და ადამიანების შექმნა დაიწყეს. ამ წიგნის გამოქვეყნების შემდეგ კი რა თქმა უნდა გამოჩნდნენ სკეპტიკოსები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ქვები გაყალბებული იყო და ამის დასამტკიცებლად ქვებზე მსგავს ნახატებს თავადაც ქმნიდნენ, მაგრამ ორიგინალიდან ასლის გაკეთება ორიგინალის არსებობას არ გამორიცხავს. აქ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ორგანული ნივთიერების ნაშთების გარეშე ცალკე აღებული ქვის დათარიღება შეუძლებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვა იმ ქანის ფენის მეშვეობით თარიღდება, რომელშიც მას პოულობენ. ინკების ქვები კი გამოქვაბულში აღმოაჩინეს. სავარაუდოდ ეს კოლექცია ძველ დროში ვიღაცის განძს წარმოადგენდა, რადგან ქვები იმდენად ძვირფასად ითვლებოდა, რომ საფლავშიც კი ატანდნენ. მე-19 საუკუნეში ქანებში განამარხებულ არტიფაქტებს, რომელთა ასაკი მილიონობით წლით იზომებოდა, მეცნიერები ყურადღებას არ აქცევდნენ. უბრალოდ მათი იგნორირება ხდებოდა, რადგან აღმოჩენა საყოველთაოდ აღიარებულ ევოლუციის თეორიას ამსხვერპლდა. დედამიწის ისტორიის მანძილზე პლანეტაზე მცხოვრებ ყველა ცოცხალ არსებას შორის ყველაზე უცნაურებად ალბათ დინოზავრები ითვლებიან. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ცხოველები ადამიანებთან ერთად ცხოვრობდნენ და მოშინაურებულებიც იყვნენ. შეგახსენებთ, რომ დინოზავრები დედამიწაზე 225 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ და 160 მილიონი წელი ბატონობდნენ.